გორში საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იუსტიციის სამინისტროა. მოწყობილია არაერთი საექსპოზიციო სივრცე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას პირველ რესპუბლიკას 26 მაისის მოვლენებს და რეგიონს უკავშირდება. დამთვალიერებლებისთვის არაერთი თემატური აქტივობა ტარდება. მსურველებს უმზადებდნენ სამახსოვრო პასპორტებს მოწყობილი იყო მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა. ადგილზე იყო იუსტიციის მობილური სახლი. სრულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე თითეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, განსაკუთრებით ჩვენთვის, სამხედროებისთვის. 26 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა, ერთიანობისა და საერთო სახალხო ზეიმის დღე. დღეს აქ წარმოდგენილია თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშატექნიკა, არტილერია, კავშირგამძლეობა და საინჟინრო საშუალებების შეიარაღება და ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა. დღეს აქ ხედავ ოჯახებს, შვილებით, რო გვაქვს შესაძლებლობა მომავალი თაობა დავაინტერესოთ სამხედრო საქმე და ქართული ჯარი შევაყვაროთ. ქართული ჯარი საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. ეს სიყვარული ჩვენ გვაძლიერებს და გვაძლევს мотивაციას კიდევ უფრო თავდადებით ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვიმყოფებით გორში და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ დღის აღნიშვნაში. კერძოდ გავცემთ სასაჩუქრე პასპორტებს, სადაც მოცემული არის იუსტიციის სამინისტროს სიპების შესახებ ინფორმაცია. ამით გვინდა რომ მეტი ინფორმაცია გაიგოს აქაურმა მოსახლეობამ, სახელმწიფო სერვისებზე და უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იყოს. ჩვენი იუსტიციის სამინისტრო და ყოველგვარად იუსტიციის სახლი დღეს ვახორციელებთ ქორწინების რეგისტრაციას. შეგვაქვს საზეიმო მოწყობაში ჩვენი წვლილი.